მადლობა უქფალს, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ მისთან დასწრებაში, მოვისმინოთ მისი სიტყვა, ვემსახუროთ ჩვენს უფალ ღმერთს. როგორც გამოსვლის წიგნი ამბობს, ემსახურე უფალ შენ ღმერთს და გიკურთხებს პურსა და წყალს და არ გაიჭაჭანებსო, არ იქნებათ შენ შორის უძლური და მუცელმოწყვეტილიო. ეს აღთქმა დიდება უფალს. დღეს ზიარება გვაქვს ჩვენ ეკლესიაში და ამას მინდა დრო დაუთმო, მაგრამ როცა თაყვანს ვცემდით უფალს, ღმერთმა უბრალოდ წამიყვანა მოგონებებში, ორ ადგილს წაგიკითხავ წმინდა წერილიდან და მე ცოტას გაგიზიარებთ შესავალში. ეს არის 93 ფსალმონის მეხუთე მუხლი. ეს ჩემი საყვარელი ფსალმონია, ხშირად ვკითხულობ ამ ფსალმონს. ფსალმონი 93 მეხუთე. ნეტარ არიან შენ სახში მსხდომნი, მარადჟამს განგადიდებენ შენ. ნეტარ არის კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზა მის გულში. წმინდა წერილი ამბობს, რომ ადამიანი ვისი ძლიერებაც ნაცნობობაში, ფულში, საკუთარ მკლავში, ან განათლებაში, დიპლომებში თუ სხვა რაღაცეებში კი არა, კაცი, რომლის ძლიერებაც ღმერთშია, რომელიც ამბობს, ის არის ჩემი კლდე, ის არის ჩემი საყრდენი. და აქ წერი ასეთი ადამიანის გულში გზა არისო. ნეტარ არის კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზა მათ გულში. გლოვის ველზე გამლელნი წყაროს აღმოაჩენენ. გლოვის ველი ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები მოთქვავენ, ტირიან, სადაც ადამიანები წუწუნებენ. სადაც ადამიანები ნებდებიან, ფარხმალს ყრიან, ისინი ამბობენ, ეს დასასრულია, არაფერი არ გამოვა. ყველაფერი დამთავრდა. დაგვივიწყა ღმერთმა. იქ ყველა გლოვობს, მაგრამ ადამიანები, რომლის ძლიერებაც ღმერთშია, მათ გულში გზა არის. და გლოვის ველზე ცოტა ხვდებიან, ისინი კი არ ჩერდებიან, ძებნას იწყებენ და წყაროს აღმოაჩენენ. და მერე წერია, რომ გლოვის ველზე რას უზავს ასეთ ადამიანებს ღმერთი. ნახეთ, გლოვის ველზე გამლელი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმა შემოდგომისა და ივლიან ძალით ძალამდე. გლოვის ველზე კი არ დაიფერფლებიან, კი არ განადგურდებიან, კი არ ჩაქრებიან, კი არ გაქრებიან. კურთხევები მოვა მათზე. კურთხევით დაფარავს მათ ღმერთი და ძალიდან ძალამდე წავლენ. გლოვის ველი ნაყოფიერველად გადაიქცევა. იმიტომ რომ გზაა მათ გულში. იმიტომ რატოა გზა მათ გულში? იმიტომ რომ მათი ძლიერება ღმერთშია. ეხლა მინდა გაგახსენოთ ეზიკიელის 37 თავი. ეზიკიელის 37 თავში ეზიკიელი ამბობს ასეთ რაღაცას, მითხრაო ღმერთმა ადამის ძევ გამომყევი და გამიყვანა დიდ ველზე, რომელიც გამომხმარი ძულებით იყო სავსეო. ძულები ეყარ ადამიანის ძულები და ძალიან გამხმარი იყო ეს ძულები, გამომშრალი, გამომხმარი ძულები ეყარა ამ ველზე და სავსე იყო მთელი ველი. და მითხრაო ღმერთმა ადამიანის ძევ, თუ გაცოცხლდებიანო ესენი, თუ გაცოცხლდებიან ესენი. და უთხრა შენიცი უფალო. იცი რატო უთხრა ეზიკიელმა შენიცი უფალო? იმიტომ რომ იმდენად წარმოუდგენელი იყო, გამომხმარი ძულები როგორ უნდა გაცოცხლდეს. გამომხმარი, დაყრილი, გამოხრული ძულები როგორ უნდა გაცოცხლდეს. და მე უთხარი შენიცი უფალო და მითხრაო, უწინასწარმეტყველი ამ ძულეებსო. უწინასწარმეტყველი ამ ძულეებს. უთხარი ამ ძულეებს. და როცა დავიწყე წინასწარმეტყველება, ძვრა დაიწყო წერია. ძვალი ძვალს მიედგა. აჰა, ძვალი ძვალს მიედგა. აჰა, კუნთები გაჩნდა მასზე. აჰა, ძარღვები გაჩნდა მასზე. ხორცი შეისხეს. მაგრამ სული არ იყო მათშიო. და მითხრაო ღმერთმა, ადამიანის ძე უწინასწარმეტყველე სულს რო 4 ქართაგან მოვიდეს და შევიდეს მათში და უწინასწარმეტყველე. და მოვიდა სული და შევიდა მათში და დიდი ლაშქარი წარმოსდგა. დიდი ლაშქარი წარმოდგა. დიდება უფალს. იცი, იმდენად წარმოუდგენელი იყო სიტუაცია, განსაკუთრებით პირველი მსახურებები რო დავიწყეთ და პასტორი რო ლაპარაკობდა ხოლმე, ჩვენი ეკლესიის უფროსი პასტორი, მე მეგონა ალბათ ეს ჩვენ მოამხნევებს ახლა თორე. კიდე რა გამოვა.
ეს რა იქნება? გამომხმარია ძვლები, არაფერი არ იქნება, ვერაფერი ვერ იქნება. ებრაელებს აქვთ ერთი სიტყვა, ლიად-ლიად, სავლანოდ. ლიად-ლიად, სავლანოდ. იცი ეს რას ნიშნავს? ნელ-ნელა. ნელ-ნელა. მოთმინებით. ნელ-ნელა. მოთმინებით. ყველაფერი შეიცვლება. ასე რომ დიდება უფალს, ყველაფერი შეიცვლება. მე მინდა რწმენით აღვიჭურვოთ. ეს კვირა ალბათ თუ ადევნებდი თვალყურს, რას ელაპარაკება სული ეკლესიებს. ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით იყოთ, მოусმინოთ ღმერთის სიტყვას, მრავალჯერ მოусმინოთ ღმერთის სიტყვას. დავითი ამბობს, შენ ერთხელ მითხარი და მეორჯერ გავიგონებ. ეს რას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდე, კიდევ რამდენჯერმე დავბრუნდი იქ და ყურადღებით ვიყავი, რომ არაფერი არ გამომრჩენოდა იქიდან, რაც შენ მითხარი, რაც შენ ნათქვამი ქონდა ჩემთვის. არ ვიცი თუ ნახეთ წინა კვირის ქადაგება თუ რამდენჯერმე შეძელით მისი მოსმენა, რუსთავში რა სიტყვა ქონდა ჩვენი ეკლესიის უფროს პასტორს, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ეს არის ის, რისი თქმაც უნდა უფალს თავისი ეკლესიისთვის. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ერთი კარგი რაღაც მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ბევრი რაღაცის აღრევა არეულობას იწვევს. ეს ნორმალური არ არის და კარგი არ არის. სხვათა შორის იცით, როცა საქართველოში და ვინც აზიის ქვეყნებში ოდესმე უმოგზაურია, იქ აფრთხილებენ, ჯერ ერთი აცრას უკეთებენ ყველას, რომ არ შეიძლება ეგ სხვანაირად, იმიტომ რომ ძალიან ადვილი ჩვენი იმუნიტეტი არ გვაქვს, რაც იქ ხდება და ამიტომ აუცილებელია აცრა, მალარიით რო არ დავადებულიყავით. მერე კიდე ძალიან ბევრს ემართება საჭმლის შეუგუებლობა, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზმში ის ფერმენტები არ არის, რაც იქაურის საკვებისთვის არის დამახასიათებელი და ადამიანებს ეწყებათ პრობლემები, ვინც იქ ჩადიან. გასაგებია, ეს რას მეუთითებს, თუ ეს ფიზიკურ სხეულში ხდება მსგავსი რაღაცა, სულიერებაშიდაც არის ასეთი რაღაცა. ამიტომ არ შეიძლება კვების წყაროების აღრევა. ჩავრთე YouTube-ი და მოусმინე ყველაფერი რაც იქ არის. ღმერთმა დაადგინა კვების წყაროები და კარგი იქნება რომ ყურადღებით იყოთ ამის მიმართ. ხო, ვისაც ყური აქვს ის მინოს რას ეუბნება სული ეკლესიებს, დიდება უფალს. იმიტომ რომ არის კვების წყარო, რომელსაც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და მე მადლობას ვუხდი ღმერთს, ეკლესიის პასტორისთვის, მადლობას ვუხდი ღმერთს იმ გამოცხადებისთვის, იმ რაღაც რაც მოედინება და კურთხევად იქცევა ის თავის ეკლესიაში. მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო რამდენიმე მუხტზე წმინდა წერილიდან. პირველი იოანეს სახარების მერვე თავის 32 მუხლი. დაწერილია რომ ელაპარაკა ქრისტე იმ იუდეველებს ელაპარაკა, ვინც მისი ირწმუნეს. ის ზოგადად იუდეველებს კი არ ელაპარაკა. ტაძარში კი არ დადგა და შეკრიბა მღვდლები და ვიღაცეები, რომლებსაც საერთოდ ქრისტეს დანახვა არ უნდოდათ. და ელაპარაკა და პროვოკაციები მოუწყო და გამოცდები მოუწყო. არა, იმათ ელაპარაკა, ვინც მისი ირწმუნეს, მაგრამ ისინი იუდეველები იყვნენ. შემთხვევით არ წერია იქ იუდეველი. ერწმუნენ ქრისტეს, თქვეს რომ წამს შენიო, სინამდვილეში არაფერიც არ წამდათ. და ეს ჩანს იოანეს სახარების მერვე თავს 32 მუხლიდან თუ წაიკითხავთ, ეს ჩანს. იქ წერია ელაპარაკა ქრისტე იმ იუდეველებს, ვინც მისი ირწმუნესო და უთხრა თუ ჩემს სიტყვაში დარჩებითო. დაუკვირდით? რა უთხრა? თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით. არ უთხრა თუ ჩემს სიტყვას მოისმენთო. დაუკვირდით? იცი ჩვენ ამ დარბაზში შემოვედით დღეს, მაგრამ აქ დარჩენას აპირებთ? არა, ჩვენ აქედან გავალთ 2 საათის მერე. ჩვენ შემოვედით ამ დარბაზში და გავალთ აქედან. მაგრამ ქრისტემ თქვა, იცი, არის ესეთი რაღაც ქრისტემ თქვა თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით. ეს მიუთითებს ერთ რაღაცაზე, ჯერ უნდა შეხვიდე სიტყვაში, ჯერ უნდა შეხვიდე ისეთ მდგომარეობაში, რომ სიტყვა კი არ მოისმინო ყურებში და მერე წახვიდე. ხმა კი არ გაიგონო. ქართულში გვაქვს უცნაური გამოთქმა, მაგალითად, ხშირად ამბობენ ინგლისური გესმისო? ინგლისური გესმის? მესმის, მაგრამ ვერ ვიგებ. მე ჩინურიც მესმის. რა ვიცი, ყველა ენა მესმის, მაგრამ ვერ ვიგებ თუ, პრობლემა არ არის. სმენით გვესმის. მე ღმერთის ხმა კი არ უნდა გაიგონო. თავარია თუ გაიგე ის. თავარია თუ მიხვდი რისი თქმა უნდა და ეხლა შენთვის ღმერთს. ქრისტემაც ეს თქვა თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, მეგობრებო, არის მდგომარეობა, რომ სიტყვა კი არ უნდა მოისმინო, იქ უნდა დარჩე, იმაში უნდა დარჩე, უნდა მიხვდე რისი თქმა უნდა შენთვის ღმერთს და კი არ უნდა მიხვდე მარტო.
იმ გზაზე უნდა დადგე, რომელ გზაზედაც ღმერთ ჩემი დაყენება უნდა. რა მიმართულებითაც მივყევარ ღმერთს, იმ მიმართულებით უნდა გავყვე. გავიგონე შენი ხმა, მე უნდა უთხრა, როგორც მეორე ჯულის 26 თავში არის, მე-12 მუხლიდან. გავიგონე შენი ხმა. შენი ნაბრძანებისამებრ გავაკეთე. როგორც შენი მითხარი. კი არ მოვისმინე ხმაური უბრალოდ. ხმა კი არ გავიგონე. სხვათა შორის აზრი რო არ დავკარგოთ. წინამსახურებასაც ვილაპარაკე, როცა ღმერთი მოვიდა სინაის მთაზე თავის ერთანს ალაპარაკოთ. ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგეს. იმდენად შეძრწუნებული იყვნენ, რომ მოსეს უთხრეს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ამის მოსმენას. ხმა განაარეს, ხმა ყველას ესმოდა, ხმა ცხოველებსაც ესმოდათ. მაგრამ უბრალოდ რას ამბობდა ღმერთს წარმოდგენ ვერაფერი ვერ გაიგეს. ღმერთის ხმა კი არ უნდა გავიგოთ. ჩვენ მისი სიტყვის მოსმენა უნდა შევძლებთ. და მარტო მოსმენა კი არ უნდა შევძლოთ, ჩვენ მის სიტყვაში უნდა დავრჩეთ. დავრჩე მის სიტყვაში, იცი რას ნიშნავს? მე რომ მოვედი მოსმენის მდგომარეობაში და გავაანალიზე, რას მეუბნება ღმერთი? ინო ძალიან კარგად ლაპარაკობდა შესაწირავზე. თუ იმას ვერ მივხვდი, ვისთვის ვაკეთებ და რას ვაკეთებ? აზრი არა აქვს რას დე. იცით რომ ჩვენზე ძალიან დიდი ქველმოქმედები არსებობენ დედამიწაზე. იცით რომ სიზმარშიდაც არ დაგესიზმრებათ ფული რამხელა თანხაც ისინი სწირავენ ქველმოქმედებისთვის. ასე რომ ეს შესაწირავია? მე ვფიქრობ, შეიძლება შესაწირავიც არის, მე არ ვიცი მათი დამოკიდებულება ღმერთთან. მე ვერავის ვერ გავამტყუნებ და ვერავიზე ვერ ვიტყვი რაღაცას, მაგრამ თუ ღმერთის ხმა ვერ გავიგე, თუ იმას ვერ მივხვდი, საითკენ მივყავარ ეხლა ღმერთს და ვის ვაძლევ და რატო ვაძლევ და რას ვაკეთებ ამით მე და აი ნინოც ამბობდა თესლი მიწაში რო ჩადე თუ ამოიღე, ნეტარ არ შეხვდე, ჭიახუ არ მიმიუახლოვ და ის არასდროს არ აღმოცენდება, იქიდან არასდროს არაფერი არ იქნება. მაგრამ ჩვენ რომ მიწაში ვყრით თესლს, ჩვენ ის დავკარგეთ, ის ჩვენთვის მოკვდა, ვამბობთ, რომ მიწაში ჩააგდე თესლი. ვინ იტყვის რომ თესლი შენ რომ მიწაში ჩააგდე, შენ გაზარდე ის? არა. ჩვენ ღმერთი ერთს გვეუბნება, აიღეს თესლი და ჩააგდე მიწაში. ჩვენზე მეტი არაფერი არ არის დამოკიდებული. შენ არჩევანის წინ ხარ, იმ თესლს ქვაბში ჩააგდებ თუ მიწაში. ქვაბში ჩააგდებ, შეჭამ, დამთავრდება. მიწაში ჩააგდებ, ღმერთი გაამრავლებს. ღმერთი აკურთხებს, ერთი მარცვლიდან აღმოცენდება, ერთი მარცვალი სიმინდიდან აღმოცენდება და ტაროს მოისხავს და რამდენჯერ მეტი მარცვალი არის იმ ტაროზე. ღმერთი ამრავლებს, ღმერთი ზრდის. იცი ჩვენზე არ არის დამოკიდებული შენ რამდენად კაი კაცი იყავი, თუ ცუდი კაცი იყავი, თუ ვინ იყავი. ცუდმა კაცმა რო ჩააგდო თესლი მიწაში, ღმერთმა აღმოაცენდა, ნაყოფი მოიტანა. კარგმა რო მაინც აღმოაცენა და ნაყოფი მოიტანა. ამიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს, ღმერთს წვიმა მოჰყავს ბოროტეულებზედაც და კეთილებზედაც. დიდება უფალს. გასაგებია? თავარია გავიგონო ღმერთის ხმა. წმენით გავაკეთო, ღმერთმა მითხრა ასე და ვაკეთებ ასე. უბრალოდ გავიგონე ღმერთო შენი ხმა და როგორც მითხარი, ისე გავაკეთე. დიდება უფალს. და ქრისტე ამბობს, თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, თუ ჩემს სიტყვაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ წერია რომ თუ ჩემ ხმას გაიგონებთ. წერია თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით. მაშინ ხართ ჩემი მოწაფეები. და თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით და ჩემი მოწაფეები ხართ, მაშინ ჭეშმარიტება შეიცნობ და ჭეშმარიტება თქვენი განთავისუფლება იქნება. ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებ და ამ ხალხს პრეტენზია გაუჩნდა იმის ნაცვლად, რომ ვა, მართლა, ოდიაბა, შენ ვიზი ამბობ. იმიტომ რომ ისინი რაღაც პოზიციაში იდგნენ, მათ თავისთავი რაღაცა ეგონათ, ისინი ჩვენ აბრაამის შვილები ვართ, არასდროს არავის მონები ვყოფილ, ვისგან უნდა განთავისუფლდეთ, იმის ნაცვლად რომ ქრისტეს მოსმენა დაეწყოთ და რაღაცამდე მისულიყო სიტყვაში დარჩენილიყვნენ, სიტყვაში კი არ დარჩენ, ხმა გაიგონეს და კამათი დაუწყეს იქით. რატო ლაპარაკობ ესე ჩვენზე? კიდევ ერთი ადგილი, რაც მე მინდა რომ წაგიკითხოთ. მოციქულთა საქმის მე-17 თავი. მოციქულთა საქმის მე-17 თავში ესეთი რაღაც არის. ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, იგი არის ცისა და ქვეყნის უფალი. ანუ ყველაფერი მის ხელშია. ყველაფერი მის ხელშია. ის მართავს პროცესებს. ის ყველაფერი მის ხელშია. და მე წერია, ხელქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს. ხელქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს. და არც ადამიანთა ხელის სამსახურს მოითხოვს. თითქოს რამე სჭირდებოდეს. იცი, ხშირად ჩვენ ვამბობთ, ღმერთი ითხოვს. ღმერთს არასდროს არავის არაფერი მოუთხოვია.
ღმერთს არაფერი არ ჭირდება. არ ჩემი ფული ჭირდება ღმერთს. და არ ჩემი ხელები მაინდა-მაინც. მან სამყარო შექმნა. მან სამყარო შექმნა. მან galaktikები შექმნა. იცით ჩვენი სამყარო, რომელსაც ჩვენ გონია რომ რაღაც მილიარდობით galaktika არსებობს და galaktikებში მილიარდობით მზის სისტემები არსებობს. და პლანეტებზე ხო ტრილიარდობით არ ვიცი, ვერც კი ვიტყვი ალბათ, მისი დათვლა არავის შეუძლია. ღმერთს ჩემგან რა უნდა ჭირდებოდეს? რა შემიძლია მე ღმერთისთვის გავაკეთო? ღმერთი არავისგან არაფერს არ ეთხოვს. ერთი რაღაცა უნდა ღმერთს. ერთი ყველაზე მთავარი რაღაცა. მას ჩემთან ურთიერთობა უნდა. მას ჩემთან ურთიერთობა უნდა. შენთან ურთიერთობა უნდა. მას უნდა უბრალოდ მოვიდე იმ მდგომარეობაში, რომ მისი ხმის მოსმენა დავიწყო. გავიგონო მისი ხმა. გასაგებია? თორე ღმერთს თითქოს ჩემი ფული უნდა ღმერთს, ჩემი სიმდიდრე უნდა ღმერთს. ფულით, სიმდიდრეც, galaktikebიც, პლანეტებიც და ყველაფერი მისია და მისით დგას. და 59 ფსალმუნში წერია, თუ მომშივდა შენ არ გეტყვიო. მე თუ რამე დამჭირდა შენგან, ყოველ შემთხვევაში შენ არ გეტყვი, შენთან არ მოვალ ამაზე. იმიტომ რომ ჩემია მთის ყველაფრინველი. პირუტყვი ათასობით მთებში ჩემია. ყველაფერი მისი სიტყვით დგას და მისი სიტყვით არის შექმნილი ყველაფერი. ღმერთი იტყვის და სისტემები გაქრება, პლანეტები გაქრება. იმიტომ რომ მისით და მისი სიტყვით დგას ყველაფერი. გასაგებია? კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე მთავარი რაც ღმერთს უნდა ჩვენგან, ეს ჩვენი გული და ყურადღება არის. რომ მისკენ ვიყოთ მიმართული. მისკენ ვიყოთ მიმართული. დიდება უფალს. მეორე რჯულის მერვე თავში და პასტორიც ლაპარაკობდა ამაზე, არ ვიცი თუ მოусმინეთ თქვენ ეს თემა. პასტორიც ლაპარაკობდა ამაზე. მოდი გადავშალოთ მეორე რჯული, მერვე თავი. მეორე რჯული, მერვე თავი. ეშვიდე მუხლიდან. ვინაიდან კარგ ქვეყანაში მიხავ ხარ უფალს, შენს ღმერთს, სადაც წყლის ნაკადულები და წყაროები მოედინება და ბინულებია ველებსა და მთებში. ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვის, ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც შეჭირვებით არ შეჭამპურს, არაფერი მოგაკლდება, მიწაზე რომლის ქვებიც რკინაა და მთებისგან სპილენძ გამოჰქვეთ, შეჭამ გაძღები და აკურთხევ უფალ შენ ღმერთს იმ კეთილ მიწაზე, რომელიც მოგცა. გაფრთხილდი, არ დაივიწყო უფალი შენი ღმერთი, არ უგულებელყო მისი მცნებები, სამართალი და დადგენილებანი, რომელთაც გამცნება. დიდება უფალს. აქ წაუკვირდი, ერთ სიტყვაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ღმერთს მიხავხარო, ღმერთს მიხავხარ. თუ მეორე რჯულის 22 თავს საიკითხავთ, ეს ხო მერვე თავია, 22 თავს საიკითხავთ, 22 თავში ასე თუ გაიგონებ უფალი შენი ღმერთის ხმაასო, მოისმენ. და დადგები იმ გზაზე, რაზედაც გაყენებს ღმერთიო, მოვა შენზე ყველა ეს კურთხევაო. ეხლა ვერ გავიგე, ღმერთს მიუყავარ, თუ კურთხევები მოვა ჩემთან. სინამდვილეში მე მივალ კურთხევაში. მე შევალ კურთხევაში. ღმერთი ამბობს, რომ მიხევ ხარ ღმერთსო. ებრაელი ერისთვის ეს გასაგები იყო, ისინი გეოგრაფიულად გადაადგილდებოდნენ. ისინი ეგვიპტიდან მიდიოდნენ აღთქმულ მიწაზე, უდაბნოს გავლით. მაგრამ რას ნიშნავს სიტყვა მიხავ ხარ ჩვენთვის? შეიძლება გორს არ გაცდე, მაგრამ ღმერთს მიყავ ხარ. ეს სულიერი გზაა. ეს სულიერი გზაა, ეს სულილებების გზაა. და ჩვენ იცი შემთხვევით არ მithქვია დასაწყისში მალე ქალაქი შეიცვლება. ჩვენ ღმერთს მივყავართ კურთხევიდან კურთხევაში, კურთხევიდან კურთხევაში. იმიტომ რომ ეს სულიერი მდგომარეობაა, თუ მე ვიცვლები, ყველაფერი იცვლება. თუ მე შევიცვლები, ყველაფერი დაიწყებს ცვლილება. თუ მე მოვისმენ, თუ გავიგონებ ღმერთის ხმას და კი არ გავიგონებ მარტო, თუ სიტყვაში დავრჩები, თუ მე ვიტყვი ღმერთო, მე მწამ შენი სიტყვის, მე მივიღე შენი სიტყვა, მე როგორც მოსე ამბობს, გავიგონე შენი ხმა. კი არ გავიგონე ხმაური, შენი გავიგე შენი ნათქვამი. და ყველაფერი შენი ნაბრძანებისამებრ გავაკეთე. როგორც შენ მითხარი, მიეცი ამას, მივეცი ამას. გაუნაწილე ამას, გაუნაწილე ამას. წაიღე აქ, წავიღე აქ. გავაკეთე ისე როგორც მითხარი. მე არ გადამირჩევია ის,
როცა მჭირდებოდა მოდი ეხლა გავაკეთებ და მე არა და ყდრის საჭიროებისთვისაც არ მიმიციაო ასე წერია მე ჩემი ანუ მოსე ლაპარაკობს აღთქმაზე მოსე ამბობს მე ჩემი მხარე შევასრულე ღმერთო მე ერთგული ვიყავი ჩემ მხარეში მე ჩემი პირობა ჩემი მხარე აღთქმის ჩემი ნაწილი ხელშეკრულების ჩემი ნაწილი შევასრულე ღმერთო როგორც მითხარი ისე გავაკეთე ეხლა კი გადმოხედე შენი სამყოფელიდან და აკურთხე შენი ერი ისრაელი დიდება ღმერთს მოსე უნევ ეხლა შენი ჯერია ეხლა შენი ჯერია ღმერთო მე აღთქმის ჩემი მხარე შევასრულე წმინდა წერილი ამბობს თუ გაიგონებ ჩემ ხმას და თუ გაიგონებ ღმერთის ხმას და იმ თესლივით იმას კერდა უი მართლა ნეტარ როგორ იქნება უიβე ეს თესლი გაღვივდა არ გაღვივდა აღმოცენდება ჭიამ ხო არ შეჭამა რაღაცა ხო არ არის ამოაძრე ყოველ დღე მიწიდან არაფერიც არ აღმოცენდება მაგრამ თუ გაიგონებ ღმერთის ხმას ერთი რამე უნდა იცოდე ღმერთი კაცი არ არის თქვას და არ გააკეთოს თუ ღმერთმა თქვა ყველაფერი შეიცვლება თუ ღმერთმა თქვა ყველაფერი სხვანაირად იქნება და ღმერთმა უკვე თქვა უბრალოდ ჩვენი პრობლემა იცი რა არის მეგობრებო ჩვენი პრობლემა იცი რა არის მწამს უშველე ჩემს ურწმუნოებას ეს არის ჩვენი პრობლემა ჩვენ გწამს წავიკითხეთ განა არ ვიცით რომ ეს დაწერილია მაგრამ რეალობაში ამას არ ვიყენებთ ხშირად რეალობაში ამას არ ვეყრდნობით ხშირად უფრო ჩვენს გამოცდილებას ვეყრდნობით უფრო ჩვენს რაციონალურ გონებას ვეყრდნობით ჩვენ ხშირად გვავიწყდება ღმერთის აღთქმები ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ ხშირად გვავიწყდება რომ თუ ღმერთი ჩვენ ცხოვრებაშია გლოვის ველიც კი ნაყოფიერ ველებად იქცევა თუ ღმერთი ჩვენ ცხოვრებაშია ყველაფერი შეიცვლება და თუ ღმერთი ჩვენ ცხოვრებაშია ყველაფერი სასიკეთოდ გვეწევა ვინი ფიქრებდა რომ იოსების ცხოვრებაში ციხე მიცვალებულთა სამეფო პრემიერ-მინისტრად აქცევდა მას და ვინი ფიქრებდა რომ ისრაელისთვის გაყიდული ძმა გადამრჩენელი იქნებოდა მონად გაყიდული ძმა რომელიც მკვდრად გამოასცხადეს რომელიც ჩათვალეს რომ ის მოკვდა ის ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება ის всё გაქრა ჩვენგან მონად გავყიდეთ მივიდნენ მამასთან მისი ტანსაცმელის თხის სისხლში ამოავლეს მივიდნენ მამასთან და უთხენ მხეცმა შეჭამა შენი შვილია გახსოვთ ალბათ ეს და ვინი ფიქრებდა რომ ეს კაცი მონად გაყიდული ძმა მათი მხსნელი აღმოჩნდებოდა და ერთ დროს სიმშილისგან გადაარჩენდა მათ და იოსების სიტყვები არ დაგავიწყდეთ თქვენ რაც სიკეთეთ ბოროტება გამიკეთეთ თქვენ ხო ბოროტება გამიკეთეთ ღმერთმა სიკეთეთ მიქცია ყველაფერი იმიტომ რომ მესმოდა ჩემი უფალი ღმერთის ხმა იმიტომ რომ გავიგონე ყველაფერი ჩვენი იარაღი ყველა იარაღზე მძლავრი იარაღია ეს არის ჩვენი ყოვლისშემძლე ღმერთი და ყველა ბოროტება რასაც გაგვიკეთებენ მოდი რწმენით დავდგეთ მოდი ვიდგეთ რწმენით და ვიშუამდგომლოთ ღვთის წინაშე სიკეთეთ გვეწევა თუ იოსებს ეწია ძმებისგან გაკეთებული ბოროტება სიკეთეთ ჩვენ იოსების თაობა ვართ ჩვენ აბრაამის შვილები ვართ ჩვენ ქრისტე იესოს სისხლით გამოსყიდული მემკვიდრეები ვართ დიდება უფალს გავიგონეთ შენი ხმა დავდექით იმ გზაზე რომელზედაც გვაყენებ და გემსახურებით და გვინდა გემსახუროთ ამ წუთის სოფელში დანარჩენი ყველაფერი მის ხელშია და რომაელების მერვე თავის 21 მუხლი ღმერთის მოყვარულებს და მისი განზრახვით მოწოდებულებს ყველაფერი ეწევა სასიკეთოდ დიდება უფალს ჩვენი დაზარალება არავის არ შეუძლია რომელთა წერილში წმინდა მოციქული პავლე ამბობს ვის შეუძლია ჩვენი ჩამოშორება ღმერთის სიყვარულისგან დევნას შევიწროებას შიმშილს სიღარიბეს ღმერთს რომელმაც თავისი ძე შესწირა ჩვენთვის განამასთან ერთად ყველაფერს არ მოგცემს არავის სინამდვილეში ჩვენი ჩამოშორება ღმერთის სიყვარულისგან არავის არ შეუძლია ერთ შეუძლია ეს მე ვარ მარტო მე შემიძლია ეს გავაკეთო მარტო მე შემიძლია გადავწყვიტო რაღაცა და გავაკეთო და ამ მიმართულებით წავიდე ასე რომ ჩემო მეგობრებო ძალიან მინდა წმინდა წერილი ამბობს და ხშირად ვამბობთ ამ ბოლო დროს ეკლესიაში ვისაც ყური აქვს ისმინოს რას ეუნება სული ეკლესიებს იცი არის ერთი ასეთი გამოთქმა ან ცვლილებების ეპიცენტრში იქნები ან შორიდან დააკვირდები მას მე არ მინდა შორიდან ვიყო მაცქერალი იმ ცვლილებებისა რასაც
ღმერთი მოიტანს თავის ერში, ღმერთი მოიტანს ქალაქში, ღმერთი მოიტანს გარემოში. მე მინდა ამ ცვლილებების ეპიცენტრში ვიყოთ. ჩვენ თვითონ ვიყოთ ღმერთის ხელები და ფეხები იმ ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენ თვითონ ვიყოთ მისი ბაგე, მისი სხეულის ორგანოები, ნინო სწორედ ამაზე ლაპარაკობდა, ხორცში მოსული ქრისტე, ეს ნიშნავს, რომ ის აქ უნდა გამოავლინოს მას თავის თავი. გასაგებია, შმაგი კი არ ჭირდება ღმერთს. მე ვჭირდები მას როგორც მკვდრეთით გაცოცხლებული, როგორც ახალი ქმნილება. ის ვინც ქრისტეშია, მეორე კორინთელების მეხუთე თავის მე-17 მუხლი, ის ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა, ძველმა გამლო, ეხლა ყოველივე ახალია. ღმერთი ცulis ყოველივეს, ღმერთი შეცulis ყველაფერს. ეს ყოველდღე უნდა იყოს, ეს არის აწმყო განგრძობითი. ეხლა ის ვინც ქრისტეში არის ახალი ქმნილება, მაგრამ ის გუშინდელი კი არ არის, ის დღეს ახალი, ყოველდღე ახალია, ყოველდღე ახალია და ღმერთს უნდა ჩვენგან დაიწყოს ეს ცვლილება, დიდება უფალს. ამიტომ ჩვენ ერთმანეთშიდაც და ყველგან ჩვენ ერთმანეთშიდაც და ყველგან უნდა ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ ამაზე, შევაგონოთ ერთმანეთს, დავარიგოთ ერთმანეთი, გაუზიაროთ ერთმანეთს, წავახალისოთ ერთმანეთი. იცი ჩვენ ვამბობთ, მალე ქალაქი შეიცვლება, ქალაქი მაშინ შეიცვლება, როცა მე შევიცვლები. ჩემს გარეშე არსად არაფერი არ შეიცვლება. ერთ-ერთი ცნობილი პასტორი, ძალიან ცნობილი პასტორი, ეს იყო მარტინ ნიმიოლერი, რომელიც იმ დროს ცხოვრობდა, როცა ფაშისტური რეჟიმი იყო გერმანიაში. მისი ცნობილი გამოთქმა არის, როცა ფაშისტები მიადგნენ ებრაელებს, ხმა არ ამოვიღე, იმიტომ რომ ებრაელი არ ვიყავი. როცა ფაშისტები მიადგნენ კომუნისტებს, ხმა არ ამოვიღე, იმიტომ რომ კომუნისტი არ ვიყავი. როცა ფაშისტები მიადგნენ პროფკავშირებს, ხმა არ ამოვიღე, იმიტომ რომ პროფკავშირების წევრი არ ვიყავი. როცა ფაშისტები მიადგნენ კათოლიკებს, ხმა არ ამოვიღე, იმიტომ რომ არც კათოლიკი არ ვიყავი, ის ლუთერანი იყო. მაგრამ როცა მომადგნენ მე, აღარავინ დარჩა, რომ ხმა ამოიღო. და ასევე მისი გამონათქვამი არის, ის ამბობს, როცა ახალგაზრდა ვიყავიო, ის არ ლაპარაკობს ფიზიკურ ასაკზე. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან ბევრს ვიბრძოდი, ის სულიერ ასაკზე ლაპარაკობს. ძალიან ბევრს ვიბრძოდი, რომ სამყარო შემეცვალაო. და ძალიან დიდ დარტყმებს ვიღებდი, ძალიან დიდ ჭრილობებს ვიღებდი, ხშირად იმედგაცრუებაში ვარდებოდი. მაგრამ როცა ასაკში შევედი, მივხვდი, რომ ღმერთს სამყარო შეცვლა კი არ უნდოდა ჩემი შეცვლა უნდოდა. და გადავწყვიტე მე შევცვლილიყავი და როცა მე შევიცვალე, ყველაფერი შეიცვალა ჩემს ირგვლივ. როცა მე დავიწყე ჩემში ცვალებადობა, როცა მე დავიწყე ღმერთის სიტყვის მოსმენა და შევცვალე ჩემი მიდგომები, ჩემს ირგვლივ დაიწყო ცვლილებები. ადამიანებმა დაიწყეს ცვლილებები, სისტემები შეიცვალა, დამოკიდებულებები შეიცვალა. ღმერთს ყველაზე მეტად თუ ვინმე ღმერთს არ უნდა, ბიბლია არ არის ესე საკითხავი წიგნი. ბიბლია, როცა ბიბლია ხელში გიჭირავს, შენ გელაპარაკებ. იცი ახლა როცა ვლაპარაკობ, მე შენთვის არ ვლაპარაკობ. მარტო. როცა ვლაპარაკობ, ეს მე მეხება. ეს ის არის, რაზედაც ღმერთმა გამიმახვილა ყურადღება და თუ მე შევიცვლები, ბევრი რაღაცა დაიწყებს შეცვლას. თუ მე ყურადღებით ვიქნები, ბევრი რაღაცა ძალიან დიდი რაღაცეების მომსწრე ვიქნებით. წმინდა წერილი ამბობს, ერთგული დარჩიო და ბოროტეულთა ბოლოს ნახავ. ერთგული დარჩი და ბოროტეულთა ბოლოს ნახავ. დიდება უფალს. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ჩვენ განსაკუთრებულ დროში შევდივართ. დღეს არის ძალიან ბევრი საშუალება, ქვედინებები, ძალიან ბევრი ალტერნატივები შემოთავაზებული 1000 მხრიდან, ძალიან ბევრი ყურის მომაქავებელი, ყურადღების გადასატანი რაღაცეები. მაგრამ მოდი ძალიან ფრთხილად ვიყოთ. 1000 ხმაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ღმერთია. ეს ღმერთია, ვინ ჩვენ გულებს ელაპარაკება. დღეს არის იმდენად უსაფუძვლო ხშირად, პასუხისმგებლობის ქვეშ დაყენებული რაღაცეები. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ესე არა. საერთოდ არასდროს არ მოусმინო ადამიანს, რომელიც ლაპარაკობს რაღაცაზე, რომ ეს არ ვარგა. არასდროს არ მოусმინოთ ასეთ ადამიანს. ის ამბობს, ეს არ ვარგა, მაგრამ არაფერს არ ამბობს, როგორ არის კარგი, როგორ ჯობია. გასაგებია? ადამიანი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას და მარტო ვიღაცას ასამართლებს, ის არაფრის გამკეთებელი არ არის. ეს სინამდვილეში დამანგრეველია. გინ ადამიანი იყოს ეს და გინ ანგელოზი. წმინდა მოციქული პავლე ამბობს, თუ ვინმე მოვა თქვენთან და გახარებთ იმას, რაც ჩვენგან არ გაქვთ მოსმენილი, შეჩვენებული იყოსო, პავლე მოციქული ამბობს. იცი,
არიან საერთოდ ნახავთ ასეთ უპასუხისმგებლო პასუხისმგებლობა. არაფერზე პასუხისმგებელი, არაფერი მის ცხოვრებას არ ეხება. მარტო ერთი რაღაცა მე ვიტყვი და სხვებმა უნდა აკეთონ. ეს არ არის ის, რაც ღმერთისგან არის. ეს არ არის ის, რაც ღმერთისგან არის. წინა მსახურებაზე ვახსენე ერლოშტეგენი და მე პასტორმაც ახსენა ის, ჩვენ შეთანხმებული არ ვიყავით. ერლოშტეგენს აქვს ასეთი წიგნი, გამოღვიძება იწყება ჩემგან. ის შენგან არ იწყება. ღმერთს მე არ მოუწოდები ვარ შენ გამოსაღვიძებლად. ღმერთმა მითხრა შენ თუ გამოიღვიძებ, ვიღაცებიც გაიღვიძებენ. შენ თუ დაანთებ ცეცხლს, ეს ცეცხლი ვიღაცებს გადაედება. ქრისტემ თქვა დედამიწაზე ცეცხლის მოსატანად მოვედი და როგორ მინდა რომ ისენთებოდეს, შენში მიხედე ამას. და თუ შენ ამ ცეცხლს გააჩენ შენში, ის ცეცხლი ვიღაცებს გადაედება. ვიღაცებს ეწავა ის. თუ შენ იქნები, თუ შენ ერთგულებაზე ნუ ელაპარაკები სხვას. იყავი შენ ერთგული და შენი ერთგულება ვიღაცებს გადაედება. მიძღუნაზე ნუ ელაპარაკები სხვას. იყავი შენ მიძღუნილი. და შენი მიძღუნა ვიღაცებისთვის მაგალითი გახდება. მე გუშინ დავამოწმე მამაკაცთა მსახურებაზე. ერთი პატარა გოგო და ხშირად მithქვამს ეს ეკლესიაში არ ვიცი შეიძლება ამ ბოლო დროსაც მაქვს ნათქვამი. ერთი პატარა გოგო კოლუმბიაში მამამ წაიყვანა ფეხბურთს. ესენი მორწმუნეები იყვნენ და მამამისმა წაიყვანა ფეხბურთზე. კოლუმბია ფეხბურთის ქვეყანაა, ძალიან უყვართ ფეხბურთი კოლუმბიაში და მამამ წაიყვანა ფეხბურთზე. 7 წლის იყო ეს ბავშვი. და რომ მიიყვანა ფეხბურთზე, ამ ბავშვმა ტირილი დაიწყო. მამამისე გონა შეეშინდაო ამდენი ხალხი რო დაინახაო. და ეუბნება მამა რამ შეგაშინაო ესენი გულშემატკივრები არიან და ემოციით გულშემატკივრი ნუ გეშინიაო. ამ ბავშვმა უთხრა მაგის არ მეშინიაო. აბა რატო ტირი ხარო? იცი რატო ტირი ვარო? ჩვენთან საკვირაოში 20 ბავშვი დადისო. აქ ამდენი ხალხი როგორ არისო? ღმერთო, აი ამას ვერ ვიგებო, ეს ძალიან შემეხო. და ეს ბავშვი თურმე ამ ფეხბურთის მერე ძალიან შეიცვალა. სულ რაღაც ჩაფიქრებული გახდა. სულ თუნდაც ჩაიკეტება თავის ოთახში ლოცულობს ეს ბავშვი. მერე გაუზიარა თავის კლასელს. გუშინო მამამ ფეხბურთზე წამიყვანაო და ერთი რაღაცა ვნახე, იმდენი ხალხი იყო. ჩვენთან საკვირაოში 20 ბავშვი დადისო. რატო არის ასე? მოდი ერთად ვილოცოთო. ამ ორმა პატარა ბავშვმა დაიწყო ლოცვა. ამ ორს მესამე შეუერთა. მე-4, მე-5, მე-6. რაღაცა მოხდა. რაღაცა მოძრაობა დაიწყო. არ ჩამდგარა პასტორი მათ სათავეში და იცი ბავშვებო, საოჯახო ჯგუფი ესე უნდა დააფუძნოთ. მერე ესე უნდა გააკეთოთ. ბავშვები იყვნენ ესენი, უბრალოდ იდგნენ ღვთის წინაშე, ბავშვური გულით ლოცულობდნენ. და როცა ეს გოგო გახდა 18 წლის, გადაწყვიტეს რომ მის მიერ დაარსებული საოჯახო ჯგუფები შეკრებილიყვნენ, იგივე სტადიონი იქირავეს და სულ გაავსეს. დიდება უყავს 30000 კაციანი სტადიონი სუსავსე იყო. იმიტომ რომ ღმერთი იმას კი არ უყურებს რომ სხვისი ტვინის მბურღავი გახტები. ღმერთი უყურებს რომ შენ შინაგანში დაიწყებ ცვლილებებს. უბრალოდ დადგები ნაპრალში და იტყვი ღმერთო რატო არის ასე? ღმერთო უსამართლობაა. რა შემიძლია მე ამისთვის გავაკეთო? თუ 7 წლის ბავშვმა გადაწყვიტა გაეკეთებია რაღაც, რომ რაღაცა შეცვლილიყო. რაოდენ მეტი შეგვიძლია ჩვენ, მე და შენ. რაოდენ მეტი შეგვიძლია. მაგრამ დღეს ეხა გასაგებია, მაგრამ საქართველოში კი არ იყო ეგ. ღმერთი, რომელიც კოლუმბიაშია, ის საქართველოშიდაც არის. ღმერთი, რომელიც სამხრეთ კორეაშია, ის საქართველოშიდაც არის. ღმერთი, რომელიც ამერიკაშია, ის საქართველოშიდაც არის. უბრალოდ მას უნდა რომ მე ვიყო გამგონე და მე ვიყო მომსმენი. დღეს ჩვენ ზიარება უნდა გქონდეს. ახალი აღთქმის ყველაზე დიდი მსახურება სხვათა შორის ეს იცოდეთ. ახალი აღთქმის ყველაზე დიდი მსახურება ზიარება. ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურება. ნათლობაზე წინაც კი რო დგას. ახალი აღთქმის ყველაზე დიდი მსახურება კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს ზიარება. უდიდესი საიდუმლო. რომელზედაც დღესაც თეოლოგიაში დიდი კამათები მიდის. იმიტომ რომ ქრისტემ თქვა პირდაპირ ეს არის იოანეს სახარების მე-6 თავი. თუ გამოიკვლევთ კარგად, მე რამდენიმე მუხლს შევეხები, მაგრამ მთელი თავი წაიკითხეთ. როცა სახში მიხვალთ. იოანეს სახარების მე-6 თავში ქრისტემ თქვა, მე ვარ პური ზეციდან ჩამოსული. და ამ პურის მჭამელს არასდროს არ მოშივდებაო. პური რომელსაც მე გავცემდა ეს ჩემი სხეულიაო, მან თქვა, თქვენში გარდაიქმნება საუკუნო სიცოცხლეთო. და თუ არ ჭამთ ამ პურს, თუ არ ჭამთ ძეკაცისას ხორცს და არ დალევთო ძეკაცისას სისხლს, არ გექნებათ წილი მასში.
ვაუ. იცი დღეს უამრავი ადამიანი სხვადასხვანაირი ეს მარტო სიმბოლო იყო ქრისტეს სიმბოლურად თქვა. ქრისტემ თქვა პირდაპირ თუ ამას არ აკეთებ წილი არ გაქვთო. ანუ თუ ზიარები არ ხართ თუ ამასთან თანაზიარებაში არ ხართ თქვენ წილი არ გაქვთ. იმისთვის რომ ამას ეს კი არ უნდა მოისმინო. ეს კი არ უნდა ისწავლო. ეს არ არის თემა რომელიც უნდა წაიკითხო. ეს არ არის თემა რომელიც უნდა ისწავლო ზეპირად. ეს არ არის თემა რომელიც უნდა მოისმინო. ქრისტემ თქვა ზიარებაზე. ამას უნდა ეზიარო. ეს უნდა მიიღო. ეს უნდა შეითვისო. იცი საჭმელს ჩვენ რო ვჭამთ, როგორ ვჭამთ? შევჭამე, მე ამოვაღებინე. არა. იმ საჭმელს რო ვჭამთ, ის ჩვენში რჩება. მე ჩვენი კუჭიდან გაიწოვება ის იშლება ნივთიერებება და გაიწოვება და სისხლის მეშვეობით მიდის უჯრედებამდე და უჯრედები იკვებებიან. ეს ჩვენი უჯრედებისთვის არის როგორც საწვავი მასალა, საკვები. ენერგიად გარდაიქმნება ეს ყველაფერი. და ის რომ ჩვენ დგევართ, შეგვიძლია ფიქრი, შეგვიძლია აზროვნება, შეგვიძლია გრძნობების გამოხატვა, შეგვიძლია გადაადგილება, მოქმედება, შეგვიძლია დავიღალოთ, შეგვიძლია წავიდეთ, დავიხარჯოთ, ფული გამოვიმუშაოთ. ეს ყველაფერი მოდის იქიდან, რაც ვჭამეთ. მივიღეთ საკვები და ის ჩვენმა ორგანიზმმა გადააქცია ენერგიად. ქრისტემ თქვა, თუ არ ეზიარებით ამასო, თუ ამას არ მიიღებთ, თუ ამის თანაზიარი არ იქნებით, რა მოისმინე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რამდენი დიპლომი აიღე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ზიარება. ეს ზიარება კი დამკვიდრდა ეს შენში, არის ის შენს ფიქრებში, არის ის შენ აზრებში. მეგობრებო, ზიარება სხვა თემაა. ზიარება არ არის მოსმენა. ზიარება არ არის რაღაცების დამახსოვრება. ზიარება არ არის ნიღბით ცხოვრება. რატო იყო გუშინ მამაკაცთა მსახურებაზე ვამბობდი, რატო იყო ქრისტე კონფრონტაციაში? ვისთან იყო ქრისტე კონფრონტაციაში? ცოდვილებთან. ამენ? ერთ ადგილსაც ვერ ნახავთ ბიბლიაში, რომ მან ვინმე ცოდვილი გალანძღა. როდისმე ეჩხუბა ცოდვილებს. რატო? წმიდა ღმერთი მოვიდა და ეჩხუბებოდა იმ ხალხს, ვინც სულიერების მსახურები იყვნენ. ვინც წესი და რიგით სულიერებას უნდა მომსახურებო. რატო ცოდვილებს არ ეჩხუბებოდა? ღმერთი, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ ცოდვა გამქრალიყო. მისი მიზანი ხო ეს იყო? ღმერთი, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ ცოდვა გასამართლებულიყო, ცოდვილებს კი არ ეჩხუბება. იმათ ეჩხუბება, ვინც გარეგნულად ცოდვის წინააღმდეგ იბრძვის. მღვდლები რას აკეთებდნენ? ცოდვის წინააღმდეგ იყვნენ ისინი. რჯული ცოდვის წინააღმდეგ იყო. რჯულის მსახურები ცოდვის წინააღმდეგ. იმათ ეჩხუბება ქრისტე. თუ ვინმესთან კონფრონტაციაში შედიოდა და დაპირისპირებაში შედიოდა არასდროს ცოდვილებთან. და რატო ღმერთო, რატო? გიფიქრიეთ ამაზე. მე ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე. იმიტომ რომ რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს ნიღბით თამაში იყო. მათ ნიღაბი ეკი, მით ეუბნება ქრისტე, თვალთმაქცევო, იცი სიტყვა თვალთმაქცი საერთოდ არ ნიშნავს მატყუარას. სიტყვა თვალთმაქცი ორიგინალური ენიდან გადმოთარგმნილი, რაც ქართულ ენაზეა, ნიშნავს მსახიობს. როლის მოთამაშეს. როლს რო ვთამაშობ. იცი, როცა ჩემი ჩასაცმელი განსაზღვრავს ჩემს იდენტობას. მე შემიძლია გავიკეთო ის საყელო. დავდგე რამე თუ რომელმან და ასე შემდეგ. ჩამოვიყალიბო დიქცია, საუბრის ტერმინოლოგია და ასე შემდეგ. და ამიტომ ამბობს, ვაი თქვენ წიგნობრებო. წიგნობრობა ცუდია? გეკითხებით, მოდი აი პასუხი გამეცით. წიგნობრობა ცუდია? კარგია? კარგი თუ არის, რატო უთხრა ქრისტემ ვაი თქვენო? წიგნობრობა ცუდი არ არის და წიგნობრობა ძალიან ცუდია. როგორ ეხლა ცუდიც არის და ძალიან ცუდიც არ არის როგორ? კი, წიგნობრობა ცუდი არ არის. პირიქით, იმიტომ რომ ოსია ამბობს, უცოდინარობის გამო მოისპობა ჩემი ერია. რადგანაც მიტოვებული გაქვს ღმერთის სიტყვა, დავივიწყებ შენ შვილებსო. ღმერთის სიტყვა მიტოვებული რო არ ქონდეს, ჯერ მინიმუმ ის უნდა იცოდე. გასაგებია? თუ არ იცი, ვერც ვერაფერს ვერ დაიცავ და ვერც ვერაფერს ვერ შეასრულებ.
ამიტომ ცოდნა ცუდი არ არის, მაგრამ წიგნობრობა საშინელება არის. იმიტომ რომ იყვნენ წიგნობრები, რომლებმაც წაიკითხეს, გამოიკლიეს ქრისტე იოანეს სახარების მეხუთე თავში 31 მუხლია თუ არ ვცდები, იქ წერია იკვლევ წერილებსო. აქ წერია გამოიკლიეთო, მაგრამ სწორი თარგმანია იკვლევთო, ქრისტე უნდა წიგნობრებს ამას. თქვენ იკვლევ წერილებს. მაგრამ იკვლევთ, მაგრამ ვერაფერიც ვერ აღმოაჩინეთ იქ. იკვლევთ, ისინი თქვენ გონიათ რომ იქ საუკუნო სიცოცხლე გაქვს, ისინი ჩემზე მოწმებენ, მე ვერ მცნობთ. აბა რაღაც იკვლევთ მაშინ. რაღა აზრი აქვს იმის კვლევას, რასაც თქვენ აკეთებთ. კვლევას მაშინ აქვს აზრი, როცა ის ჭეშმარიტებამდე მიგიყვანს. თუ კვლევა კიდევ უფრო მეტ დაბნეულობაში ჩაგაგ, რა აზრი აქვს კვლევას? რა ისწავლე, ეს არის მთავარი. მე არ ვლაპარაკობ ზიარებაზე, როცა ვლაპარაკობ, არ ვლაპარაკობ იმაზე, რა ისწავლე. თუ იმას სიცოცხლეს ვერ ეზიარე, არაფერიც არ გისწავლე. თუ სიცოცხლესთან თანაზიარი ვერ გახდი, მაშინ არაფერიც არ წაგიკითხია. ვერაფერიც ვერ გაგიგია. ვერაფერიც ვერ დაგინახია. დავიკითხე, დავამთავრე, გავიარე და ვერაფერი ვერ გაიგე. იმას ვერ გაიგე ღმერთს რა უნდა შენგან. ის ვერ მიხვდი, რას ნიშნავს სიცოცხლესთან ზიარება. ის ვერ მიხვდი, რომ სიცოცხლის გზა ეს თავის გაზრდა არ არის მარტო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემო მეგობრებო. ქრისტე ამბობს, მე ვარ სიცოცხლის პური. მე ვარ პური სიცოცხლისა. ის პური კი არა, რომ თქვენმა მამებმა რო ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. პურიო, რომელსაც ძეკაცისა მისცემს, საუკუნო სიცოცხლედ გარდაიქმნება მათში. ამ პურის მჭამელს არასდროს არ მოშივდება. დიდება უფალს. იცი, ყველაზე დიდი მსახურება რატო არის ზიარება? ეს მიუთითებს სულიერ კავშირზე ქრისტე იესოსთან. ეს მიუთითებს რაზე, იცი, როცა ჩვენ ამ პურს ვტეხთ, მაშინ კი არ ვართ მოზიარეები. ამ პურის გატეხვით ჩვენ გამოვხატავთ, ვადასტურებთ, ბეჭედს ვასვავთ, რომ ჩვენ სიცოცხლის პურს ვეზიარებით. და ხშირად ვეზიარებით. რომ ის სიცოცხლე, რომ მისი სხეულის ნაწილები ვართ. ქრისტემ თქვა, ეს არის ჩემი ხორცი, ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. სიტყვა დამტვრეული ძალიან დიდ რაღაცას მიუთითებს. იცით, დღეს არის ესეთი თეორია ზიარებასთან დაკავშირებით ღვთისმეტყველებაში, რომ პურს როცა ვაკურთხებთ, ის ქრისტეს ხორცად გადაიქმნება და ბუკვალურად ჩვენ მას ვჭამთ. არ აქვს მნიშვნელობა რა შეჭამ. საჭმელს არ შეუძლია ჩვენი კურთხევა. საჭმელს არ შეუძლია ჩვენი კურთხევა, იმიტომ რომ პირიდან შემავალი არ ბილწავს ადამიანს. ქრისტემ ეს თქვა კერპებზე. პირიდან შემავალი არ ბილწავს ადამიანს. თუ პირიდან შემავალს არ შეუძლია ჩემი წაბილწო, ესე იგი მას არ ჩემი კურთხევა შეუძლია. საჭმელს არ შეუძლია მაკურთხოს. გასაგებია? აბა რატომ თქვა ეს ქრისტემ ყველაფერი? იცი, მან თქვა ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. როცა ის ლაპარაკობდა, ეს არის ჩემი სხეული, ის თავის ხორცზე არ ლაპარაკობდა, ფიზიკურ ხორცზე. იცით რატომ? მისი სხეული არ დამტვრეულა. მისი ფიზიკური ხორცი არ დაუგლეჯიათ, არ დაუნაწევრებიათ. იცი რას ნიშნავს? ორიგინალში თუ გამოიკვლევთ, სიტყვა დამტვრეული ნიშნავს ბევრ ნაწილად დაყოფილს, დაგლეჯილს, დანაწევრებულს ნიშნავს. ქრისტემ აიღო, ეს არის 1 კორინთელების 11 თავის 23 მუხლი და ის ამბობს, მე უფლისგან მივიღე, პავლე მოციქული ამბობს, რაც თქვენ გადმოგეცით, რომ ქრისტე იესომ იმ დღეს, როცა გაიცემოდა, აიღო პური, გატეხა, ბუკვალურად გატეხა. კი არ აწამა, რაღაცეები კი არ ჩაარჭო მასში. გატეხა წერია, ანუ გაყო ის, დააშორა ერთმანეთს. გატეხა და თქვაო, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. სიტყვა დამტვრეული. პირველად ეს სიტყვა გახდა ჩემთვის იურისპრუდენციაში არის ასეთი ტერმინი ლაზეიკა. რაღაცას რო ჩაეჭიდები, რაღაცა ადგილი, ნახრეთი, რაღაცაში რო ნახავ ადგილს. და მას ჩავეჭიდე, მეთქი დამტვრეული, რა დამტვრეული? რატო წერია დამტვრეული? რაზე არის აქ ლაპარაკი? ეს მიუთითებს, რომ ქრისტე თავის ფიზიკურ სხეულზე არ ლაპარაკობს. ეს არ ლაპარაკობს, მე უნდა შემჭამოთო. ჩემი ხორცი უნდა ჭამოთ. და ჩემ ხორცს რო შეჭამთ, ის რაღაცას გაკურთხებთ მერე. არა, ქრისტე ლაპარაკობს თავის პიროვნებაზე, თავის სულიერ სხეულზე ლაპარაკობს. ქრისტე როგორც პიროვნება იყო დრო იესოში იყო, ერთ კაცში იყო. გასაგებია? ის იყო იერუსალიმში და არ იყო საქართველოში, სხეულებრივად. გასაგებია? როცა სხეულში ხარ, შენ შემოზღუდული ხარ. ნახეთ,
მაგრამ სული აი აქ რაც არის წყალი, ეხლა არის ერთ ჭიქაში. მე ეს წყალი შემიძლია ათასობით ჭიქაში გადავანაწილო. არა? შემიძლია ავიღო პატარა ესეთი ის რო არის, რა ქვია, პიპეტკა, რუსული სიტყვა, ამოვიღო და რამდენიმე წვეთი და ათასობით ჭიქაში გადავანაწილო. იცი, პიროვნება, ღმერთი პიროვნება არის, ამენ? და რამდენ ადამიანში ერთდროულად? ის ყველგან არის. ყველგან და ყველაფერშია. ღმერთი ავსებს სამყაროს. ქრისტემ თქვა, ეს არის ჩემი სხეული თქვენთვის დამტრეული, ეს რას ნიშნავს? თუ მე იესოში ვიყავი, ხვალიდან აღარ ვაპირებ იესოში ყოფნას. მე უნდა ვიყო დათოში, გიულიში, მარინაში, მზიაში, ვერიკოში, შმაგიში, თამრიკოში, ქრისტინაში და ყველაში. თუ ადრე ერთი სხეული მქონდა, ეს დანაწილდება და მრავალში ვიქნები ერთდროულად. თუ ადრე ეს ერთი პურია, სინამდვილეში პური ერთია, ჩვენ მას ვყოფთ მრავალ ნაწილად. სინამდვილეში აქ ქრისტე თავის თავზე ლაპარაკობს და არა სხეულზე. თავის სულიერ პიროვნებაზე ლაპარაკობს, თავის თანდასწრებაზე ლაპარაკობს ჩვენში და არა მისი ხორცის ჭამაზე. გასაგებია? და ეს რწმენით მისაღები კავშირებია. მე როცა ქრისტეს ვეზიარები, ვამბობ, შენ სიცოცხლის პური ხარ ჩემთვის, იმიტომ რომ მე მჯერა, რომ შენ ჩემში ხარ. არა მაშინ ხარ ჩემთვის, როცა ისა ჩემში, როცა ეს პური შევჭამე. ამ პურის ჭამით მე ამას ვადასტურებ, ხილულად ვადასტურებ. გადარჩენა ნათლობისას ხდება? შეკითხვა. არამც და არამც. არასდროს არ დაიჯეროთ ასე. გადარჩენა ნათლობისას არ ხდება. ნათლობა გადარჩენილის აღთქმა არის ღმერთთან. გადარჩენის ხილული დადასტურება არის. ზეციდან შობის, უხილავი ზეციდან შობის, ხილული დადასტურებაა ნათლობა. ამიტომ ამბობს წმინდა წერილი, ვინც ირწმუნებს და მოინათლება. ვინც მოინათლება და მე ირწმუნებს არა. ვინც ირწმუნებს და მოინათლება. ასევე ზიარება, როცა პურს ჭამ, მაშინ კი არ ვეზიარები. მე სინამდვილეში მოზიარე უნდა ვიყო უკვე და ამ პურის ჭამით მე ამას ხილულად ვასვავ ბეჭედს, რომ მე ქრისტეს მოზიარე ვარ. მე სიცოცხლის პურს ვეზიარები. მასთან, იცი, როდის ვარ მასთან მოზიარე? მე სახლში ვარ მასთან მოზიარე. როცა ჩემს დაფარულ ოთახში ვდგევარ, მასთან ვარ მაშინ მოზიარე. გასაგეია? ღმერთმა თქვა, როცა შენ ლოცულობ, შედი შენს ოთახში, დაკეტე შენი კარი და ილოცე, ქართულში წერია დაფარულში, ორიგინალი ამბობს იდუმალებაში მყოფი. ილოცე იდუმალში მყოფი მამის მიმართ, რომელიც უხილავიშია, დაფარულშია და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში. შენი მამა, რომელიც ხედავს, რაც ყველაზე საგულდაგულოდ მიჩქმალე და დამალე არავის რო არ დაუნახია, იმას ხედავს შენი მამა. გასაგებია? ის სიკეთე რო გააკეთე სადღაც და არსად არ გითქვია, ის დაინახა შენ მამამ. შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს ცხადში, დიდება უფალს. ზიარება სინამდვილეში ხდება საიდუმლო ოთახში. დაფარულში ხდება სინამდვილეში ზიარება. თუ კრავი ხარ, ყველაზე ღრმაში და დაფარულში დადიხარ მასთან ერთად. თუ კრავი ხარ, თუ მართლა ის ხარ, ვისაც ამბობ, მაშინ ყველა რო უარ სიტყვის, ყველა რო უარ სიტყვის, ყველა რო ცხვირსა იბზუებს, შენეთქვი ღმერთო, ახა მე და გამაგზავნე. როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს, გავიგონე ხმა, ვინ მივავლინო, ვინ გამეგზავნება. სულ ყველა ერთად ნუ გამოხვალ, ზუსტად ესეა, ესაიამ გაიგონა ხმა, ვინ მივავლინო, ვინ გამეგზავნება, სრული სიჩუმე. არავინ ხმას არ იღებს. და მე რეუბნებ ესაია, ახა მიმავლინე უფალო. ახა მიმავლინე უფალო. აი ეს არის ზიარება. თუ მოზიარე ხარ, შენ მისი ხმა გესმის. მე მინდა ზიარებას ძალიან დიდი სიფრთხილით და სიწმინდით მოვეპყრათ, მეგობრებო. მე მინდა ზიარება არ იყოს რიტუალი. პავლე მოციქული ამბობს, ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ისე ჭამოსო ამ პურიდან და დალიოს ამ სასმისიდან. იმიტომ რომ ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ ამჩნევს რა ქრისტეს სხეულს. რატო შეიძლება ეს თუ მარტო სიმბოლური და მეტი არაფერი დაგმობა გახდეს ჩემთვის? რატო შეიძლება ამან მე სიკვდილი მომიტანოს? თუ ეს მარტო სიმბოლო არის. მე არ მჯერა რომ ეს მარტო სიმბოლოა. ეს მიუთითებს ჩემი ჭეშმარიტების აღიარებაზე. როცა მე ახსარებას ვაბარებ ღმერთს, წინამსახურებაზე ვთქვი, ვისაც ვაბარებ თანგარის.
ახსარებას როცა ვაბარებ ღმერთს და ვეუბნები ღმერთო მე სიცოცხლესთან ვარ მოზიარე, რაც სინამდვილეში არ არის და თუ არ არის ეს, მაშინ ვისაყრი თვალებში ნაცარს. ანანიამ და საფირამ გადაწყვიტეს რომ ღმერთი ვერ ხედავდა. ჩათვალეს რომ დიდი ამბავი ახლა ჩვენ ხო შევთანხმდით. არავინ არაფერი არ იცის, ღმერთიც ვერ ხედავს. და სიკვდილით დამთავრდა მათი სიცოცხლე, იცით? ეს ამ გადაწყვეტილების სათავეში სიკვდილი იყო. ამიტომ ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს. იცი, თუ ამაზე არ გიფიქრია, ეხლა უნდა ვიფიქროთ. მაშინ მეორე უკიდურესობა, მე თავს შევიკავებ. შეიძლება დღეს შეიკავო თავი, მაგრამ დიდხანს ნუ შეიკავებ თავს. იმიტომ რომ ქრისტემ თქვა, ვინც არ არის თანაზიარი, არ აქვს წილი ჩემშიო. ზიარებაში კი არ უნდა გქონდეს წილი, ქრისტესთან უნდა გქონდეს წილი. ზიარებაში კი არ უნდა გქონდეს წილი. ზიარება მაშინ არის კურთხევა, როცა სინამდვილეში მასთან მაქვს მოზიარება. ღმერთს ეს უნდა, ის შენი მოკლა კი არ უნდა ღმერთს. ზიარება არ არის სასიკვდილო, ზიარება სინამდვილეში სასიცოცხლოა. დიდი კურთხევა არის. როცა ამას ვაკეთებ, ჩემო მეგობრებო, მთელი ზეცა გვიყურებს. მთელი ზეცა გვიყურებს. როცა ამ პურს ჭამთ, სიცოცხლეს ვეზიარებით თუ ტყუილს. ვადასტურებ ჭეშმარიტებას, თუ ნაცარს ვაყრი თვალებში. ირგვლივ მყოფ ადამიანებს და ღმერთსაც. ამაზე ვიფიქროთ. პავლე ამბობს, თუ თვითონვე გავასამართლებდი ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდებულებიო. იცი ახლა შეგვიძლია, ამას არ ჭირდება თვეები და წლები. უბრალოდ ამას გადაწყვეტილების მიღება ჭირდება. როცა თავი ჩავაბარე ღმერთს, სრულყოფილი გავხდი. თქვენ ასე იყავით? აბა რატო ჩავაბარე ღმერთს თავი? იცი, როცა ღმერთს ჩავაბარე თავი, ყველაფერი შეიცვალა. მართო ერთი თანხმობით. მე ვთქვი, გუშინდელი ცოდვილი, გამოვედი და ვთქვი, ღმერთო, მაპატი წარსული და გიძღვნი ჩემ თავს. ყველაფერი შეიცვალა. ხელახლა დავიბადე, ახალი ქმნილება გავხდი ქრისტე იესოში. გუშინ იყო, 1 საათის უკან იყო, მაგრამ ეხლა უკვე სულ სხვა ვიყავი. ღმერთი მარტო ჩემ თანხმობას უყურებდა. ღმერთი მარტო ელოდებოდა ჩემს თანხმობას. მე როდის ვეთყოდი დიახ. მე როდის მივცემდი უფლებას, შეხებოდა ჩემს ცხოვრებას და ყველაფერი შეეცვალა. დიდება უფალს. ზიარებაშიც ეს არის. იცი, ღმერთი უყურებს მარტო შენ რაღაცას, ღმერთო, მაპატიე, ჩემი მოусმენლობა, მაპატიე, ჩემი სიჯიუტე, დამეხმარე. რა გააკეთა ჯვარზე აღვაზაკმა, თეოლოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. ღვთისმეტყველების ხარისხის დიპლომი მიიღო. ესე იყო? რა გააკეთა ერთი რაღაცა. თქვა, რომ ღმერთო მთელი ცხოვრება ბოროტებაში გავატარე, გამიხსენე, როცა შენ სასუფეველში მიხვალ. და რა უთხრა ქრისტემ? ის მარტო მის თანხმობას ელოდებოდა, მეც არაფერს. დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში. მე მოგიწოდებთ და მინდა გითხრათ, თუ მართლა გძნობ შენს გულში და შენს ფიქრებში და შენ აზრებში კითხვის ნიშნებს, მე მოგიწოდებ მართლა შეიკავო თავი დროებით, არასამუდამოდ. ან კიდევ ერთი გამოსავალი, შეგვიძლია ახლა ამ ლოცვაში შენი თავი დააყენო ღვთის წინაშე და ღრმა მონანიებით მიხვიდე ღმერთთან. და უთხრა ღმერთო, მაპატიე ჩემი სიჯიუტე, მაპატიე ჩემი სიხისტე, მაპატიე ჩემი მოუთმენლობა, მაპატიე ჩემი გაფანტულობა, უყურადღებობა. მოდი ვილოცოთ და ღმერთს უთხრათ. მოდი ჩვენი თავი გავაიგივოთ ერთმანეთთან და ღმერთს ვთხოვოთ, რომ ღმერთი შეეხოს ჩვენს ცხოვრებას.